ამიტომაცაა რომ ზოგჯერ მათი ცოდვები მათ დუმილში იმალებიან. იცი, როცა პირველად შევედი და ჩემის სახლში, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს გავიქცეოდი და არ ვიცრუებდი. იცი, რა ძნელია ცხოვრებაში ყველაფრის თავიდან დაწყება. რომ იცოდე ეს რა ძნელია. ძალიან ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება. შემიძლია წარმოვიდგინო. საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. მაგრამ ეს მეტისმეტად რთული აღმოჩნდა. ექიმს მიაგნეს. კი, შესანიშნავად ვიცი, რომ მძიმეა ყველაფრის თავიდან დაწყება. სტამბოლი 2005 წელი. დედა. დედა, შენ მე ვერ მიცანი. შენ ვერ იცანი? საკუთარი შვილი. დედა, რატომ ვერ იცანი შენი შვილი? ეხო მაგ ვარ. შენ მე სუნით მცნობდი. შემომხედე, მე აქ ვარ, დედა, შენი შვილი, შენ გვერდითაა. მაპატია, დედა. Kesmes, mapati, deda. Anne affet beni. Mapati. Affet beni. Mapati, deda. Gaçırdı, rasakete. Anne. Deda. Moitsade. Geldin mi? Deda, şen mokhodi. Esrakeni. Anne. Deda, dediko. Kargi. Merak etme iyi olur. Kargi datsqnardi, ყველაფერი კარგად იქნება. გამოგეთდები. ოღონდ ახლა დაtsqnardi. Deda. დამშვიდდი. სტამბოლი 2005 წელი. ეზელ, კიდევ ერთხელ გამარჯობა. როგორ გრძნობ თავს? უნარიულობ ჭრილობა ღრმა არ არის, ოპერაციის ნაგერები არ დაზიანებულა. რამოდენიმე კვირაში შეხორცდება. თეორია შენს გულში მოშუშტე სიარები. ეზელ, ახლა ფსიქოლოგიური კრიზისი გაქვს, ცოტა ხანს ქალბატონის სელმა მოგხედავს. გასაგებია? Ama siz de arada bir gelip kontrol ხო, მაგრამ დრო თქვენც ხომ დახედავთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ნუ დარდობთ. Sana küçük bir şey. კინოღამ დამავიწყდა, ეს შენ. Görüşürüz. ნახვამდის. ნახვამდის. Kimsiniz siz? თქვენ მიმძანდებით. Ben მე Ramiz ბატონ Bey'in რამიზის eski დიდი ხნის მეგობარი ვარ.
Senin biraz Hava ცოტა დამეხმარეო. olabileceğini söylemişti. ვატყობ მართალი იყო შენთან დაკავშირებით. მართლა გჭირდება დახმარება. Kolları biraz თუ შეიძლება სახელო ცოტა დააგრძელეთ. Bir de ხო, bir ton daha Gidip şey söyle. yapalım bundan sonra. მეტად გამოიყვანეთ ტანზე. Nasıl oldu? აბა არა სიტყვით. Yani გარეგნობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აჯობებს შენს ხასიათზე ცოტა ვიმუშაოთ. Sağ ol. მადლობთ. İntikam განაშური ზიებისთვის ასე საჭიროა რაღაც სულელორი ხასიათი. bu evde böyle sözlere ჩუმად, gerek yok. ასეთი ლაპარაკი აქ არ შეიძლება. ის რისი გაკეთებაც გინდა, მხოლოდ შენ ერთს გიხება ეზელ. ჩემი საქმე იყო შენგან ელეგანტური პატივსაცემი ბატონის შექმნა. İyi şanslar. თუ ასეა წარმატებას გისურვებთ. Ramiz Bey, ბატონმა რამიზმა ცოტა გადაჭარბებულად შეგაქო. კარგი მანერები ვერ უსწავლებია შენთვის ციხეში. Ne gibi? რა მანერები? tavır. არ გაქვს საკმარისი შარმი, გემოვნება და დახვეწილი მანერები. Ha, გარდა ამისა, bir de bir ადამიანებს გულწრფელი მზერით უნდა უყურო თვალებში თუ გინდა რომ დაგიჯერონ. Hazır mıyım sence? როგორ გონია მზად ვარ? სტამბოლი 2005 წელი. სიმართლე მითხარი. hayır hayat. ცხოვრება ისეთი რთულია. Kesinlikle hazır. ვფიქრობ, ჯერ არ ხარ მზად, Ama hazır olmanın მაგრამ başka bir მოგიწევს yolu yok. ყველაფრის სწავლა. Hiç bile kal. მობრძანდით. ეზელ, როგორ მოგწონვა? ქალბატონმა სელმა მიყიდა ეს კაბა. მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს ამ საღამოს. Benim ესე იგი მე რაღაც არ ვიცი. შეიძლება ერთი რამ გკითხო. რატომ მაინც და მაინც ეს კაცი? alıştım. იმიტომ რომ საჭიროა. აქ რაღაც საეჭვო ხდება. რატომ ვიწყებთ მისგან? მობრძანდით. კალბატონო სელმა, Çünkü intikam იმიტომ რომ ჩემს შურის ძიებას მისგან ვიწყებ. მობრძანდით.